ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი დაფარულია წყლით, თუმცა აქედან მტკნარი წყალი არც ისე ბევრია. მტკნარი წყლების საერთო რაოდენობა მსოფლიოს წყლების სულ რაღაც 3%-ს აღწევს. ამასთან, ეს მტკნარი წყლები მსოფლიოს ტერიტორიაზე საკმაოდ არასტანდარტულადაა გადანაწილებული. საქართველოში მცხოვრებ ხალხს გაგვიმართლა, რადგან აქ დიდი რაოდენობით სასმელი წყალია. ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღესაც არ გვექნება სასმელი წყალი. თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქვეყნისთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღემდე. ამ პრობლემის გადაჭრას ასეთ ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მსგავსი პროექტი ამბიციურ მმართველს მუამარ კადაფს ეკუთვნის. მისი დიდებული პროექტი ლიბიაში ცნობილია სახელით დიდებული ხელოვნური მდინარე ან მსოფლიოს მერვე საოცრება. ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98% დაფარულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოებითა და ტროპიკული უდაბნოებით. აღმოსავლეთით ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობის დიდი საბადოები. ლიბიის ჰავა ძალიან ცხელია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსს აღწევს. ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის. დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობაც. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქ-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები. აქ პრაქტიკულად არ წვიმს და თუ კი ეს მოვლენა მაინც მოხდება, მაღალი ტემპერატურის გამო ძალიან მალევე აორთქლდება წყალი. 1920-იანი წლების დასაწყისში ლიბიელები საჰარაში ნავთობს ეძებდნენ. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა 1953 წლისთვის ყველაფერი შეიცვალა. ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანს წააწყდნენ სრულიად შემთხვევით. ნავთობის საბადოების მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს 4 უზარმაზარი მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზები, რომელთა მოცულობა 35,000 კუბური კილომეტრით განისაზღვრებოდა. სპეციალისტთა ვარაუდით, გიგანტური მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები ლიბიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იქნა გამყინვარების ეპოქაში. წყალი იმდენად ბევრი იყო, რომ მის მოცულობას მთლიანი გერმანიის ტერიტორიის დაფარვაც კი შეეძლო. მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზი ნაწილობრივ 4 ქვეყანას მოიცავდა. ეს იყო ჩადის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ლიბია და სუდანი. 1960-იან წლებში პირველად გაჩნდა მოსაზრება გაეკეთებინათ სისტემა, რაც ამ წყლის სარგებლიანობას გაზრდიდა. თუმცა ძალიან რთული საკითხი იყო ეს ყოველივე. ყველაფერი მაინც მუამარ კადაფიმ დაიწყო. მან გასცა ბრძანება, რომ დაწყებულიყო ყველაზე მასშტაბური სამუშაოები. კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა 5 მილიარდი დოლარი. ლიბიის ლიდერი ფიქრობდა, რომ ამოიღებდა წყალს მიწისქვეშა აუზებიდან და მიაწვდიდა მას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს. სხვადასხვა გამოთვლებზე დაყრდნობით აღმოჩენილი წყალი ლიბიელ ხალხს მთელი 4000 წელი უნდა ეკმარა. ლიბიის ხელისუფლების მაშინდელი ლიდერი კადაფი უშუალოდ იყო ჩართული წყლის ამ დიდ პროექტში და პროექტის ექსპერტებს ყველა შესაძლებლობა მისცა წარმატების მისაღწევად. ქვეყნის პირველი პირი ამ პროექტს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდა. კადაფიმ პროექტი იმდენად უზრუნველყო, რომ მის შემდეგ მმართველებსაც ამ პროექტზე სერიოზულად უნდა ემუშავათ, რათა ეს ლიბიის მომავლისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა. პროექტი 5 ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი გულისხმობდა უზარმაზარი 80 ტონიანი მილების დამზადებას, რომლებიც იქნებოდა წყლის მიწოდების მთავარი არხი. მილები იმდენად გიგანტური იყო, რომ მასში საავტომობილო გზაც კი გაკეთდებოდა. მთლიანობაში დაახლოებით 9 მილიონი ასეთი მილი დამზადდა, რომელთა დიამეტრიც 4 მეტრს აღწევდა. წყლის გამტარი მთავარი არხი სწორედ ეს იქნებოდა. კადაფიმ დაიქირავა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ამ საქმეს გაუძღვებოდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელები, იაპონელები და გერმანელები. უზარმაზარ მილებს სპეციალურად გაკეთებული გზით ეზიდებოდნენ შესაბამისი სატვირთოებით. გზა ძალიან გრძელი იყო. მილების გადატანის საქმე ურთულესი აღმოჩნდა. პირველი ეტაპი გულისხმობდა 1200 კილომეტრის სიგრძის მილების ჩადებას მიწაში. წყლის სისტემა მიწისქვეშ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, ამიტომაც 6 მეტრის სიღრმეში ჯერ გრძელი ორმო ამოთხარეს. პირველი ფაზის მშენებლობა თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მეორე ეტაპზე, რომელიც 1989 წელს დაიწყო, წყლის არხი მიიყვანეს ქალაქ ტრიპოლამდე. ეს არის ლიბიის დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ქვეყანაში. მისი მიზანი კი იყო პირველ რიგში დედაქალაქის და მისი შემოგარენის მომარაგება სასმელი წყლით. მესამე ეტაპი უკვე მოიცავდა ქალაქ კუფრას და ბენღაზის მომარაგებას წყლით. ბოლო ორი ეტაპი კი გულისხმობდა არხის გაყვანას ქალაქ ტობრუკამდე და შემდეგ მთელი სისტემის გაერთიანებას. ასე შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მიწისქვეშა ქსელი გამოვიდოდა, რომელიც მთელს ლიბიას მოამარაგებდა სასმელი წყლით. მთლიანობაში ამ პროექტისთვის 1300 ჭაბურღილი იქნა გაკეთებული, რომელიც 20 წელია უკვე რაც მუშაობს. 3500 კილომეტრის სიგრძის წყალსადენი მსოფლიოში ყველაზე გრძელია და მოიცავს 5 უდაბნოს.
4 მეტრის დიამეტრიანი მილების საშუალებით დღეში დაახლოებით 6.5 მილიონი კუბური მეტრის წყალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიეწოდება. Ამ ყველაფერთან ერთად გამოდის, რომ ჩრდილოეთ ლიბიის თითოეულ მოქალაქეს დღეში 1000 ლიტრამდე წყალი აქვს. 2011 წლის სამოქალაქო ომამდე შესაძლებელი გახდა 5 ეტაპიდან 3 ძირითადად განხორციელებულიყო. Ამ დიდებულ პროექტს ლიბიელი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მეშვეობით ხალხმა სხვადასხვა საქმე წამოიწყო და ეკონომიკური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. პროექტისთვის დახარჯული თანხა 24 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მე-10 პროექტი გამოდიოდა ეს წყალმომარაგების სისტემა. ლიბიას ამ პროექტის განხორციელებაში მსოფლიო ბანკი და ამავდროულად UNESCO დაეხმარა. ქვეყანაში მოსახლეობა დღემდე ამ პროექტს კადაფის დამსახურებად თვლის. რადგან ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ამ პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს დახმარებას თხოვა. ლიბიაში ამ პროექტს იცნობენ სახელით „დიდმა კაცმა შექმნა მდინარე“. რეალურად სასმელ წყალთან ერთად ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში შემოსული პროდუქტის შემცირება იყო, რათა ქვეყანას თავად შესძლებოდა მიწების დამუშავება და წარმოება. სწორედ ამ ხელოვნური მდინარის დახმარებით გაფართოვდა ქვეყანაში მწვანე ზონები. მუამარ კადაფიმ მას მსოფლიოს მერვე საოცრებაც უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის. ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი ქვეყანას 1979-2011 წლებამდე მართავდა. ცნობილია როგორც პოლკოვნიკი კადაფი. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს. მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს. 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა, რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც ასე მიიწურა. გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. ეს ჩვენი ახალი არხია Boomstory, ამიტომაც თქვენი მხრიდან ყველაზე დიდი დახმარება ის იქნება, თუ კი ახლავე გამოიწერთ არხს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც როგორც წესი, ხვალ დაიდება.